გიორგი რეალპოლიტიკის ამყვანი ექსპერტი და ანალიტიკოსია და მას ვთხოვეთ მომზადებული ყოველთვის არის, მაგრამ ბოლო ინფორმაციები კიდევ უფრო მეტად გადაემოწმებინა უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ნათია ტრაპაიძის საკმაოდ ტევადი სიუჟეტი, სადაც ასახული იყო აი ბოლო ტრენდები, ასე ვთქვა და მე ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ამ რობოტების მეშვეობით სამხედრო საქმის ისტორიაში პირველად მთელი ჯგუფის ტყვეთ აყვანა ან ცოცხალი ჯარისკაცებისა და ოფიცრების. მაგრამ მესმის რომ ეს შეიძლება ასე ვთქვათ გარდამტეხი მოვლენა ამ მომენტისთვის არ იყოს, თუმცა დინამიკა და ტენდენცია საითაც მიდის. ამ მხრივ რომ უკრაინა ძალიან საინტერესო ქვეყანა აღმოჩნდა მათ შორის სხვებისთვისაც, აი დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყურის 10 სახელმწიფოსთან ფაქტობრივად უკვე კონტრაქტის გაფორმების ეტაპზეა მისული უკრაინა, ხო? მოდით დავიწყოთ თავიდან. რა ფაზაშია ახლა ეს ომი, რა სიახლეები გვაქვს ამ თვალსაზრისით და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ ბოლო რამდენიმე წელია პრინციპში აი წარუმატებელი უკრაინული კონჩეტების მერე ომის ფრონტის ხაზზე მეტწილად გაიყინა. ხო, მცირე ტაქტიკური წინსვლები ორივე მხარეს აქვს, მაგრამ არანაირი სტრატეგიული წარმატება ასეთ მხარეს არ ჰქონია, რაც ომში გარდატეხას შეიტანდა. ამის შემდეგ ეს იქცა გამოფიტვის ომად, ხო, სადაც ორივე მხარის ინტერესია, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანახავჯით, მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ეს არის ცოცხალ ძალაზე საუბარი და ასევე სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე და უკრაინის შემთხვევაში ამ სამხედრო წარმოებული სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე დასავლეთის მხრიდან, ხო? და ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ ერთის მხრივ ამერიკული დახმარების შემცირების ფონზე და ტრამპის მიერ პირდაპირ დახმარების შეწყვეტის ფონზე უკრაინელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გასაგებია, რომ ეს შეწყვეტილია და მინიმუმ 2029 წლამდე ეს არ აღდგება, ამიტომ ჩვენ ეს უნდა ჩავანაცვლოთ ერთი ადგილობრივი წარმოებით და მეორედ მაღალ ტექნოლოგიური განვითარებით და მათ აი ამ ტიპის შოკები რაღაცა მომენტში თუ გაუძლეს, რა თქმა უნდა, ეს არის გარდამტეხი მომენტი. ჩემი აზრით გარდამტეხი იყო 2025 წლის გაზაფხული, როდესაც სადაზვერვო ინფორმაციას დროებით შეუწყვიტა ამერიკა, რამაც კურსკში გამოიწვია უკრაინელების კურსკიდან გამოსვლა, მაგრამ ამის შემდეგ უკრაინელებმა გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ უნდა ეწარმოებინათ უფრო მეტი დრონი, ვიდრე აწარმოებდა რუსეთი და 2026 წლის მარტში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც უფრო მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს რუსეთს, ვიდრე რუსული დრონები უკრაინას და ეს თარიღი უნდა დავიმახსოვროთ. მეორე გარდამტეხი მომენტი ჩემი აზრით იყო საკაძო ცვლილებები, როდესაც მიხაილო ფედოროვი დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრად, რომელმაც პირველი დამტკიცების ხდომაზე უკრაინის უმაღლეს რადაში განაცხადა, რომ ჩვენი მიზანი არის თვეში 50,000 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია. ანუ გამოფიტვის ომის ორი კომპონენტი იყო დრონების მასობრივი წარმოება, რომელიც უფრო ტარგეტირებული არის გასაგებია სამხედრო სამიზნეებზე და საუბარი ათასობით დრონზე ყოველდღიურად, მაგრამ მთავარი სამიზნე არის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები და ნავთობ ობიექტები. იმიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ რუსეთის ომის ეკონომიკას რაც აფინანსებს არის ნავთობი და ნავთობის გაყიდვა ჩრდილოვანი ფლოტებით თუ არაჩრდილოვანი ფლოტით და ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო წინა თვეები. როდესაც მესამედი პრაქტიკულად გაჩერდა რუსეთის ნავთობის საწარმოების ამ უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად. ვახსენოთ, რომ დროები ტრამპს მოუწია გაუქმება სანქციების რუსეთისთვისაც ამ ნაწილში და რუსეთმა დიდად ვერც ისარგებლა. ხო, აი ეს საინტერესო რაღაცა აღნიშნეთ, სხვადასხვა დღესაც გააკრიტიკა ზელენსკიმ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებისთვის, იმიტომ კიდე ერთი თვით გაახანგრძლიოს ეს სანქციების შემსუბუქება და მოლოდინი იყო ეს, რომ რადგან ჩინეთი ვეღარ იღებდა სპარსეთის ყურის ნავთობს, ეს ნავთობი რუსეთს უნდა დაევალოს. ყველაზე სავარაუდო კანდიდატი რუსეთი იყო, ხო, ვინც ჩაანაცვლებდა ამ ნავთობს, თუმცა რუსეთს ამის საწარმო სიმძლავრეები უბრალოდ აღარ აღმოაჩნდა და ეს დრონები რუსულ ნავთობ ობიექტებს არ ბომბავენ მხოლოდ კრასნოდარის მხარეში და ახლო ტერიტორიაზე. ჩვენ ნახეთ ბალტიის ზღვის პირეთში უკვე უმნიშვნელოვანესი ობიექტების დაბომბვა, ხედავთ უკრაინულ დრონებს მურმანსკთანაც კი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ ამ დრონების ტექნოლოგია არის იმდენად დახვეწილი, რომ მათი ჩამოგდება რუსეთს უჭირს და მეორე არის, რომ მასობრიობა არის ამ დრონების წარმოებაში უმაღლეს დონეზე მიღწეული, რაც ნიშნავს იმას, რომ იმდენად დიდი რაოდენობის დრონებით მიდის შეტევა, რომ ყველას ჩამოგდება უბრალოდ შეუძლებელია. მეორე რაც გამოჩნდა არის, რა თქმა უნდა, თქვენ ახსენეთ ახლო აღმოსავლეთში მოთხოვნა, იმიტომ რომ
ამ ომმა ირანთან დაგვანახა რომ ამ ყურის არა მოდით ამ ნაწილზე ოდნავ მოგვიანებით ბარემ არა უკრაინის კონტექსტში ვამბობ ვიცი მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით სხვა ხასმი და ჯერ რომ გავყვეთ ზელენსკიმ დღეს მათ შორის ისაუბრა საჰაერო თავდაცვის პრობლემატიკაზე უკრაინისთვის და იქ პეტრიოტების თემა იყო ნახსენები და რო შევავსოთ ამ ნაწილში მარტო დრონების წარმოების მიმართულებით კი არ არის გარღვევა არამედ ესე ვთქვათ უფრო მძლავრი იარაღის მიმართულებითაც ამაზე რო გითხრათ ხო ერთი სხვა რა თქმა უნდა შეტევითი მიმართულებით ეს ნეპტუნი და სხვა უკრაინული კალიბრი ხო შეტევითი შეიარაღება რომელიც ცდილობს უკრაინა მათ მასობრივ წარმოებას და უკრაინას ზოგადად რაკეტების წარმოების ტრადიცია აქვს იუჟმაში იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანა რაკეტების საერთოდ საბჭოთა კავშირში უკრაინა იყო საბჭოთა კავშირში ძირითადი ბაზა სამეცნიერო ინტელექტუალური ამიტომ უბრალოდ სამწუხაროდ ცუდი ხელისუფლებები ყავდა უკრაინას და ეს ბაზა არ იყო კარგად დაფინანსებული და მოირღვა და ძალიან გვიან მიაქციეს ამას ყურადღება და არ ქონდა მას საკმარისი დაფინანსება და მხოლოდ ეხლა იწყება და მეორე მნიშვნელოვანი დღესაც თქვა ის რომ რადგანაც პატრიოტების რაკეტების დეფიციტი მუდმივი გახდა უკვე ბოლო რამდენიმე თვეა ამას ხელი შეუწყო ზოგადად მიწოდების შემცირებამ ამერიკის მხრიდან და მე უკვე ვნახეთ რომ ირანში როცა დაიწყო ომი იმდენად დიდი რაოდენობით ისროლეს ეს რაკეტები ამ ყურის არაბულმა ქვეყნებმა ქუვეითმა არაბთა გარსამოსამეებმა კატარმა ისინი ამ რაკეტებს, რომლებიც წელიწადში სულ 500 თუ 600 იწარმოება, უკრაინელები მათ მხოლოდ ბალისტიკურ რაკეტებს ესვრიან და ესენი ძალიან იაფფასენი ზონების წინააღმდეგაც კი ამ უძვირეს რაკეტებს იყენებდნენ. ეს არაბული ქვეყნები რამაც სერიოზული დეფიციტი შექმნა და უკრაინელები მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ასეთი ტიპის რაკეტების წარმოება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიქნებით სხვაზე დამოკიდებული და მათ გაიარეს უმძიმესი ზამთარი ჰუმანიტარული თვალსაზრისით, იმიტომ რომ პირდაპირ ვიტყვი ეს იყო ტერორისტული თავდასხმები რუსეთის მხრიდან ენერგოობიექტებზე და სხვა ობიექტებზე, რაც საერთოდ აბნელებდა და გათბობის გარეშე ტოვებდა უზარმაზარ ქალაქებს და ამ ზამთრის გაძლების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რომ შემდეგ ზამთარს უკრაინა აღარ უნდა შეხვდეს ასეთ პირობებში და მას უნდა ჰქონდეს რა თქმა უნდა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის ის შესაძლებლობები რომ შეძლოს რაღაც ინოვაციური მეთოდებით ან სხვა ტრადიციული მეთოდებით ამ რუსულ სარაკეტო საფრთხეებთან გამკლავება და იმ ფონზე რაზეც უკვე ვისაუბრეთ და რა წარმატებებსაც მიაღწიეს უნდა ველოდოთ რომ აქაც წარმატებით შეძლებენ ამას უკრაინამ მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება არა მარტო ევროპელებისთვის, ამაზე იწყებდით ახლა თქვენ საუბრას და დღევანდელი დღის ინფორმაცია უკავშირდება ზელენსკის მიერ გაჟღერებულ უკვე საჯარო ინფორმაციას ყურის 10 ქვეყანასთან და არა მარტო ყურის ქვეყნები ეგ ჩამონათვალში, უკვე სახელმწიფოთა შორის კონტრაქტებთან დაკავშირებითაც. რა გავლენას ახდენს ეს არა მარტო უკრაინის ეკონომიკაზე, შემოსავლების გენერირებაზე, რაც მას ომის აქტიური წარმოებისთვის ჭირდება, არამედ უკრაინის წონაზე ევროატლანტიკური ცოტა გაზვიადებული იქნება, მაგრამ აი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი მოდელის მშენებლობის პირობებში. დავიწყოთ იმით, რომ ომში ალბათ ეს თეორიები და წუთნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ფასდაუდებელი ეს პირდაპირ საბრძოლო გამოცდილება, რაც ყველაზე თანამედროვე და ომში გააჩნია უკრაინას და ეს გამოჩნდა სწორედ ირანთან, ამერიკის და არაბული ქვეყნების დაპირისპირებაში, რომლებსაც სრული ტექნოლოგიური უპირატესობა აქვთ, მაგრამ ისინი გარკვეულწილად ამ რესურსების და გამოფიტვის ომში არიან და მათთვისაც პრობლემური აღმოჩნდა ამ ძვირადღირებული რაკეტებით იაფფასიანი შაჰედის ზონების ჩამოგდება და სწორედ მაშინ გაახსენდა ყველას როგორ აგდებენ უკრაინელები ამ დრონებს და თავად აქვთ ამ შაჰედზე უფრო იაფფასიანი ზონები შექმნილი, რომელიც ძალიან ეფექტურია მათ ჩამოგდებაში და ნუ სხვა მეთოდებიც აქვთ, რა თქმა უნდა, სხვა საზეიმტო სისტემები და ასე შემდეგ და გაჩნდა მოთხოვნა ამ სისტემებზე და არა მხოლოდ ეს დრონები ჩაიტანეს მათ არაბულ ქვეყნებში, არამედ კონსულტანტები ჩავიდნენ უკრაინელები, რომლებიც პირადად ასწავლიდნენ იორდანიის, გაერთიანებული საემიროების, კატარის თუ სხვა ქვეყნების სამხედროებს ამ დრონების ეფექტურ ჩამოგდებას, იმიტომ შაჰედის ჩამოგდებაში პრობლემური არა მხოლოდ ისაა, რომ შენ უფრო ძვირიანი იარაღს ესვრი, არამედ მისი ტრაექტორია დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს, რადარისთვის შედარებით რთული აღმოსაჩენია და წლები დასჭირდა უკრაინას იმ გამოცდილების მისაღებად, რომ ავტომატიზებამდე მieყვანა ამ შაჰედის ირანული დრონების ჩამოგდება, ხო? მეორე არის, რა თქმა უნდა, მე ვახსენე ენერგოკრიზისი. ვის შეუძლია დაგეხმაროს ენერგოკრიზისისას უფრო მეტად, თუ არა ამ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც უმდიდრესი არიან ნავთობით, გაზით, სხვადასხვა ტიპის საწვავით და მუდმივად ქონდა უკრაინას ასეთი ტიპის რესურსების
დეფიციტი და რა თქმა უნდა უკრაინას დაეხმარება ის რომ თავად არის კონტრიბუტორი ამ ქვეყნების დაცვის იმაში რომ თავადაც მიიღოს რაღაც საგრძნობელი გარდა ფინანსურისა ამ ქვეყნებისგან და ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ის განცხადებების დონალდ ტრამპმა გააკეთა გახსოვთ ის ამბობდა რომ ჩვენ არ გვჭირდება უკრაინის დახმარება ზონების იმ მომენტშიც კი როდესაც უკრაინელი სამხედროები ამ ქვეყნების ტერიტორიაზე იდგნენ და ეხმარებოდნენ ამ ირანული ზონების და რაკეტების ჩამოგდებაში ამ არაბული ქვეყნების სამხედროებს მაინც ის აცხადებდა რომ ზელენსკი პიარს აკეთებს და ასე შემდეგ თუმცა შეეგუენ უკვე უკრაინელები პრინციპში ტრამპისგან ესეთ განწყობას და მათთვის ეს გასაკვირი აღარ არის და ჩვენ გუშინ მოვისმინეთ დრისკოლის განცხადება რომელიც არის ჯეიდი ვენსის მეგობარი და ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი უკრაინის გუშინ აქებდა უკრაინელებს და ამბობდა რომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს ამ ომში თუმცა გავიხსენოთ დრისკოლი იყო ის ადამიანი რომელიც იმ სკანდალურ შეხვედრამდე თეთრ სახლში ტრამპის და ზელენსკის ჩასული იყო კიევში და უკრაინელებს უხსნიდა რომ თუ თქვენ დონბასის არაოკუპირებულ ნაწილს არ დათმობთ ამას მაინც დაკარგავთ რამდენიმე თვეში თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და უკრაინას არ დაუკარგავს ეს ტერიტორიები და ეს პროგნოზებიც საკმაოდ არასწორი აღმოჩნდა ბოლოს გიორგი მინდა გკითხოთ ორმუზის სრუტეზე მარტო არა არამედ აი ამ დიდ მოვლენაზე, რასაც ქვია ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაცია კოალიციის ორი მონაწილე სუბიექტის მიერ შეერთებული შტატების და ისრაელის ლიბანთან მიმართებაში თითქოს რაღაცა ტიპის შეთანხმების პერსპექტივები გამოჩნდა, თუმცა უშუალოდ ირანთან მიმართებაში იმდენად განსხვავებულ პოზიციებს ვისმენთ საჯარო ფიგურების მხრიდან, აქეთ ტრამპი და იქით ირანის ოფიციალური პირები, რომ ცოტა გართულდა იმის გაგება, რა ხდება სიამდვილეში და რა შესაძლებლობები არსებობს შეთანხმების მიღწევის. თქვენ როგორ აღწერდით ამ სურათს და რას უნდა ველოდეთ ხვალ პაკისტანში გასამართი მოლაპარაკებებიდან? აი ხვალ ჯერ ვერ გავარკვიეთ საერთოდ შეიძლება თუ არა მოლაპარაკებები, იმიტომ რომ თავიდან არ იყო ცნობილი ვენსი ჩავიდოდა თუ არა, მე გაიგვა რომ ვენსიც მიდის ირანულ მედიაში იწერება რომ იმდენად ხისტია და მკაცრი ამერიკის პოზიციები არ ღირს ამ შეხვედრაზე ჩასვლას, ამიტომ დაველოდოთ ხვალინელ დღეს და საერთოდ შედგება თუ არა მოლაპარაკებები, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესს, ხო? მხარეების პოზიციები არის ძალიან დაშორებული ერთმანეთს, ხო? ამერიკა ითხოვს ურანის ნულოვან გამდიდრებას, ირანი ამბობს, რომ მისი სუვერენული უფლება აქვს კონდეს ურანის გამდიდრების უფლება და ამას არ დათმობს. ტრამპმა ძალიან ხატოვნად აღწერა, რომ დიდი ექსკავატორებით ერთად ამოვიღებთ და წამოვიღებთ ამ ურანის თვითონ როგორც ეძახის, ანუ გამდიდრებული ურანის ნარჩენებს. რაზეც ოფიციალურმა ირანმა განაცხადა და თქვა, რომ ეს ურანი ისეთივე წმინდა, როგორც ირანული მიწაო. აი პირდაპირ ასე თქვეს, ხო? ანუ ეს წითელი ხაზია მათთვის. არა და ეს წითელი ხაზია მათ შორის ტრამპისთვისაც, იმიტომ რომ ომი ბოლოს და ბოლოს ამის გამო დაიწყო უფრო და არა იმის გამო, რომ რეჟიმის ცვლილებისთვის მიეღწიათ. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, ეს არის როგორც ისრაელის, ასევე შეერთებული შტატების საბოლოო თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი მიზანიც, მაგრამ ის რაც რის გამოც ახლა დაიწყო, ან ის 12 დღიანი ომი რის გამოც წარმოებდა უკავშირდებოდა. აი 12 დღიანი ომის შედეგია საფრთხის განმეტრალებას. კი. ხო, ეს არის 440 კილოგრამი 60%-ზე გამდიდრებული ურანი, რომლითაც შესაძლებელია 11-12 ბირთვული ქობინის შექმნა, თუმცა მხოლოდ ამ ურანით არა, კიდე სხვა რაღაცები სჭირდება ამას. რა შესაძლებლობებიც აქვს თუ არა ირანს, ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება ამ პროცესს, აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ირანის და ამერიკას თვლიან რომ ამ ომს იგებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირანელებმა უზარმაზარი ეკონომიკური დანაკარგი მიიღეს ამ ომით, მიუხედავად იმისა, რომ ფლოტი დაკარგეს, მიუხედავად იმისა, რომ საჰავის თავდაცვის უდიდესი დანაკარგი აქვთ, მათ შეინარჩუნეს ნახევარზე ნაკლები ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების და დრონების ნახევარზე ნაკლები, რაც მათ აძლევთ საშუალებას იმ პროგნოზის, რომ ჩვენ კიდე რამდენიმე თვე შეგვიძლია ამ ფორმით ომის გაგრძელება, რა ფორმითაც ეს ომი მიდიოდა და რაც თავად ჰორმუზის სრუტის ბლოკირება, რომლის გახსნის სამხედრო მეთოდით ჯერ მოფიქრებული არ არის ეფექტური და უდანაკარგო, ხო? ამაზე შესაძლო პასუხი, რაც
არის და ჯერჯერობით ხედავთ, არის თავად ირანისთვის ბლოკადის გამოცხადება, რაც ამერიკულმა ფლოტმა გააკეთა, იმიტომ რომ ამ ომის პარადოქსი იყო ის, რომ მიუხედავად ირანთან ომისა, ირანი ომის პირობებში უფრო მეტ ნავთობს ყიდდა, ვიდრე ომამდე. და ჰორმუზის სრუტე მან თავისთვის გახსნილი ქონდა, მაგრამ სხვა ყველას ჩაუკეტა და ამ სამხედრო ბლოკადის დაწყების შემდეგ მიზანი არის უკვე ეკონომიკური გამოფიტვა და იმის წართმევა ირანისთვის, უკაცრავად ირანისთვის, რომ ვეღარ გაეყიდა ირანისთვის ურანის წართვა. ურანის და ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობის აიათოლებს ირანს მით უმეტეს არ უნდა კონდეს ურანი. ეს არის არა მარტო ტრამპის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი დასაბუთი. ხო და აქედან გამომდინარე პროგნოზი ალბათ არ შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შეთანხმება ძალიან შორს არის და შესაბამისად ამას უნდა მოხდეს ომის გაგრძელება, იმიტომ რომ ანუ თქვენ მაინც გონიათ რომ ომის ესკალაცია ხელახალი საკმაოდ რეალური სცენარი არის ვითარდება. იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ორმუზის საბოლოოდ რა კვლავ ასე ვთქვათ საფუძვლიანად ჩაკეტვას, ეს ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკაზე ზემოქმედებასაც და ამ პროცესის ისეთ სპირალში შეყვანას, რომლიდან გამოსავალიც ასევე ძალიან რთული. ძალიან რთულია, მაგრამ არც ერთი მხარე არ არის მზად დათმობებისთვის. ეხლა ტრამპი გასაგებია, ხო, არ არის მზად, იმიტომ რომ მას ასწორზე მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა დადო ამ ომის დაწყებით. იმიტომ რომ ეს ომი ძალიან არაპოპულარულია ამერიკაში შიგნით და მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მას ეწინააღმდეგება და ამ ომის საერთოდ უშედეგო დამთავრება მას კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს და ირანელებისთვის ეს არის ომი გადარჩენისთვის. მათ არ ჭირდებათ ომში გამარჯვება, მათი მიზანი არის ამერიკული ავიამზიდების ჩაძირვა, ბევრი ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება. მათ უბრალოდ სურთ, რომ რეჟიმი შეინარჩუნონ და მზად არიან ამისთვის ნებისმიერი დანაკარგი აიტანონ. თუმცა ამაში ძალიან ცდებიან, ხო, ესეც უნდა აღინიშნოს, ეს რაც თქვი ყველა მიცის, რომ ეს ესეა. მაგრამ ხშირად ომის პირობებში ასეთ მხარეებს არ ესმით, რამდენად დიდია იმ ზიანის მასშტაბი, რომელსაც მათი მხარე ებრძვის. მით უმეტეს ირანის ახლანდელი ლიდერი სადღაც ბუნკერშია და მათთან კონტაქტი კი აქვთ, მაგრამ ნამდვილად არ გახქმა რა ზიანი მიიღო ირანმა ამ ომით და ჩვენ ნახეთ 12 დღიანმა ომმა რა ზიანი მიაყენა ირანს, ხო? იმიტომ რომ 12 დღიანი ომის დასრულებიდან 6 თვის თავზე ირანში 5 მილიონი კაცი იდგა ქუჩაში ეკონომიკური პრობლემების გამო. მოგვიანებით, მაგრამ ძალიან მძიმე ჩეკი ამოარტყა. აუცილებლად ახლანდელი ზიანის შეუდარებლად დიდი. რა თქმა უნდა, შეუდარებლად დიდია ინფრასტრუქტურაზეც, ეკონომიკაზეც და ომი უშედეგოდაც რომ მორჩეს იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიცვალოს რეჟიმი და თუნდაც ჰორმუზის სრუტეზე ირანმა გარკვეულწილად კონტროლი შეინარჩუნოს. ეს ზიანი მოსახლეობაში პროტესტს აუცილებლად გამოიწვევს, იმიტომ რომ ამ რეჟიმს არ აქვს რეფორმების გატარების უნარი, ეკონომიკის გამოცოცხლების უნარი. ამ ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს. კი, დაუშვათ ირანს აქვს დიდი რაოდენობის ნავთობი და ყიდის, მაგრამ ეს ნავთობი ხალხამდე არ მიდის. ამ ნავთობის შემოსავლების დიდი ნაწილი მიდის გაზრდილ სამხედრო ხარჯებზე და მიდის კორუფციაში და ვიცით, რამდენად კორუმპირებულია ირანის ეს რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ირანიც ღრმა კრიზისის წინაშე დადგა ამ ომის პირობებში და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერჯერობით რეჟიმი შეინარჩუნეს და ეს მათთვის წარმატებაა, ეს არნიშნავს ამ რეჟიმის საბოლოოდ გადარჩენას. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მომავალი კვირაც როგორც ჩანს ამ ხრევში საკმაოდ დაძაბული იქნება, მივადევნოთ თვალი. იმედი ვიქონიოთ, რომ შედარებით მშვიდობიანი გამოსავალი იქნება ნაპოვნი, თუმცა ჩვენი სურვილი ერთია და მეორეა იმ პოზიციების ესეთ დაშორება, უბრალოდ დაუახლოვლებლა, ასე ვთქვათ, რომელიც აშკარად სახეზია და არანაირ დინამიკა ამ ხრევ ხელშესახები არ არის. ტრამპი კი გვაგდებს ხოლმე შოკში ხანდახან ერთ დღეს იტყვის, რომ მიღწეულია თითქმის შეთანხმება, მერე მეორე დღეს დაიმუქრება, რომ ყველაფერს გაგინადგურებთ, ისევ ეს დინამიკა დღესაც შესამჩნევი იყო მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა. ვნახოთ, მივადევნოთ თვალი. გიორგი ლოლაძეს უთხრათ მადლობა.